ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ სადგურზე, სადაც უნდა გავწმინდოთ ინვერტერების კულერები. ვინაიდან ისინი არის დაბინძურებული. ჯერ პირველ რიგში ვთიშავთ ცვლადდენს და შემდგომ ვთიშავთ მუდმივი დენის ამომრთველებს. აი ნახეთ როგორი გასაწმენდი არის, ფაქტიურად ჰაერი ვეღარ შეაქვს ინვერტერს კარგად, რაც იწევს ინვერტერის გადაცხელებას. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ გავწმინდოთ აი ეს ჰაერის შემსვლელები. ეს რა არის, რას ვასხავთ ილო? ეს არის საპოხისი თხე და ვარბილებთ ამ ტვერს, ვინაიდან ამ დარბილების გარეშე ძალიან რთულია ამისი მოშორება, ესე ხელის გადასმით ვაშორებთ ძალიან მყარად ჩამჯდარ ჭურჭელს. შესაძლებელია ამ ქვემოთა ბადის მოხსნაც და კომპრესორის გაწმენდაც, თუმცა რა თქმა უნდა დარბილდეს პირველ რიგში, ვინაიდან ძალიან მყარად არის მიკრული. აი ესე გამოიყურება გაწმენდის შემდგომ, უკვე გასუფთავებული. ახლა გამოვიღებთ უშუალოდ თვითონ კულერებს, რომელიც საერთოდ გვერდით ამ მხრიდან აქვს. ეს ინვერტერი არის კონკრეტულად 115 KTL, ანუ 115 KTL 32000-ის მოდელი. ესეთი სახით, აქ უნდა ჩავხსნათ ეს კაბელები, 3 ცალი კაბელი აქვს. დანომრილი არის და შემდგომ როგორი ნუმერაციითაც ჩავხსნით, ისევე უნდა შევაერთოთ. აი ნახეთ. ეხლა აქ არ არის მაინც საგანგაშო მდგომარეობა, თუმცა აი სასურველია რომ დავასველოთ ესეც ხსნარით და გადავატაროთ, ესე ამოვწმინდოთ, რომ კულერის მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ესეთი სახით. ესეთი სახით უკვე კულერები გასუფთავდა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყენებთ ახლა გამწმენდ საშუალებას, მაგრამ ნებისმიერი გამწმენდის საშუალება შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ესე გამოიყურება. კიდევ ერთხელ ამისი გაუწმენდაობა იწვევს იმას, რომ ჩვენ ვიცით, რომ ინვერტერი ჰაერს იწოვს ქვემოდან და შემდგომ გამოაქვს აი ზედა მხრიდან. შესაბამისად, აქედან თუ არა აქვს საკმარისი ჰაერის შეწოვა, ანუ გრილი ჰაერის შეწოვა, შიგნით ინვერტერი ცხელდება და ეს დროთა განმავლობაში იწვევს ინვერტერის დეგრადაციას, ანუ მის გამომუშავების კლებას, გადახურებას, რაც მე გადახურება იწვევს გამომუშავების კლებას და დროთა განმავლობაში ინვერტერის სიცოცხლის უნარიანობა ამითი მცირდება. კი ბატონო, ეს არის უკვე გაწმენდილი მდგომარეობაში. და ჩავსვათ უკან. უჭერთ ბოლოს. ამითი დასრულებული არის ამ ინვერტერის სერვისი და ჩვეულებრივ შემდგომ ისევ მუდმივი დენის გამთიშველებს ვთავთ და აქაც ავტომატს ვთავთ.